რაგბის კლუბი, რომელმაც გრძელი და რთული გზა გაიარა, თუმცა თავისი სახელი ქართული რაგბის მატიანეში ჩაწერა. ეს ლოკომოტივის ისტორიაა. საბჭოთა პერიოდში სპორტი, მათ შორის რაგბი, ორგანიზებული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტული საზოგადოებების ფარგლებში. საქართველოში რაგბის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სარკინიგზო ინდუსტრიასთან ასოცირებულმა სპორტულმა საზოგადოებამ ლოკომოტივი. თბილისში, რკინიგზელთა სახლში, რკინიგზის სამმართველოში ჩამოაყალიბეს რეგბისტთა გუნდი. და პირველი წრელი, ესე იგი ოფიციალური წრელი, რომელიც იყო გოგიტონია. ეს იყო კაცი მეოცნებე, მოაზროვნე, არქიტექტორი, ძალიან დიდი მოყვარული ხელოვნების, პატრიოტი და თავის გარშემო ისეთი ბიჭები შემოიკრიფა, რომლებმაც ძალიან აწიეს მაშინ ლოკომოტივის დონე. ესენი იყვნენ ვახო ფეტვიაშვილი, აი მოქანდაკე, გია ჯაფარიძე, ჩვენი სახელოვანი კაცი, დათო ჩუბინიშვილი, ხელოვნებაცოდნე, ექიბები ყავდათ გუნდში და ისეთი კარგი სიტუაცია იყო ყოველთვის ლოკომოტივის გუნდში და მართალი გითხრათ, ინტელიგენტების გუნდი იყო სულ ყოველთვის. რაგბში დავიწყე ვარჯიში, ეს იყო 64-65 წლები. მაშინ დავიწყე. მაშინ ახალი სპორტი იყო ყველასთვის საქართველოში რაგბი, იმიტომ რომ ეს ხდებოდა, დასაწყისი 60-იანი წლების დასაწყისია და ძალიან ბევრი კარგი პიროვნება იყო თავიდანვე ჩაბმული ამ საქმეში. ეს იყო პირველი, პიონერები რაგბის. მაშინ იყო ჩამოსული საფრანგეთიდან ჟაკო ასპეკიანი, რომელმაც პრაქტიკულად დაიწყო რაგბი აქ საქართველოში და მერე რო იტყვიან, მთელი თაობები უკვე მოიწამლა ამ არაჩვეულებრივი თამაში და მეც შევერთდი მე აკადემიაში ვსწავლობდი, სამხატვრო აკადემიაში. იქ ჩემი მეგობრები იყვნენ ვახო ფეტვიაშვილი, რომელიც ჩვენი პირველი კაპიტანი იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება, შესანიშნავი მოქანდაკე და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. გივი იყო აფხაიძე, ჩემი კურსელი, ისიც დადიოდა, მაგენმა გადამძალეს და წამოდი რაგბი ითამაშე, იმიტომ რომ მანამდე მე სხვადასხვა სპორტში ვცდიდი ჩემ თავს. სამოცდათექვსმეტ წელს სამედიცინო ინსტიტუტში დავიწყე კალათბურთის თამაში. საქართველოს პირველობა ტარდებოდა ლენინის დარბაზში და ესე თემურ რუხაძე მოდიოდა, მე ხოცებოდა თამაშები, წამოდი რეგბზე, გააგზავნა ერთი 5 წელი. სამედიცინო ინსტიტუტში ორჯერ მოვიგეთ საკავშირო ჩემპიონატი, მერე ამიყვანეს ქარიშხალაში, თბილისის, იქ თამაშობდი. და 73 წელს გამოვარდით უმაღლეს ლიგიდან, მე გამანაწილეს გორში და თემური მოვიდა ისევე და გადმოგიყვან თბილისშიო, წამოდი რეგბზე. გადავწყვიტე, დავიწყე ვარჯიში. ეს გაზაფხული იყო იმ წელს, ზამთარს კალათბურთს თამაშობდი, ზაფხულს რეგბის ვარჯიში და პირველი თამაში იყო სკას სტადიონზე, მეორე ტაიმში შემიყვანეს. და მაშინ უკვე ვიგრძენი რომ შემიძლია რეგბის თამაში. მეორე თამაშიდან, ესე იგი, ჩავარდი ძირითად შემადგენლობაში და ესე გრძელდებოდა. ამ დროს საბჭოთა კავშირის რეგულარული პირველობები ჯერ არ ტარდებოდა. იყო ცალკეული შეჯიბრებები, რომლებზედაც ლოკომოტივს გოგიტონიას ხელმძღვანელობით წარმატებები ჰქონდა. ჩვენი გოგიტონია, ერთი ახლობელი კაცი იყო, ისედაც ჰქონდა ურთიერთობა გოგისთან რაგბის გარდა, მაგრამ მე რო გავიგე რომ გოგი არის მწვრთნელი, მივედი უფრო ისეთი სიხარულით ჩავედი ამ საქმეში. გიორგი ტონია პროფესიით არქიტექტორი იყო. იგი 1968 წელს მოსკოვში ასპირანტურაში სასწავლებლად წავიდა
რის შემდეგაც გუნდს სათავეში ნოდარ ყიფიანი ჩაუდგა. შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელი ცოტა ხანი იყო ნოდარ ყიფიანი. უაღრესად პატიოსანი და სწორი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. ეგ იყო მწვრთნელი მანამდე, სანამ გოგიტონია იყო ასპირანტურაში მოსკოვში წასული და რო ჩამოვიდა გოგი, ისევ გოგი გახდა მწვრთნელი და 72 წელს გოგის ხელმძღვანელობით გავდიოდით და თამაშობდით საბჭოთა კავშირის პირველობაზე. პირველი გამარჯვება ლოკომოტივმა 1972 წელს მოიპოვა, როცა მესამე ადგილი აიღო საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ეს მესამე ადგილი ფაქტობრივად პირველი ადგილის ტოლფასი იყო. ნუ მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ჩვენი ხელწერა ლოკომოტივს თუ თავიდან ქონდა. ცოტა მეოცნებე, ცოტა ლამაზი რომანტიული თამაში სულ ყოველთვის გამოირჩეოდით მაგით და ამიტომაც საბჭოთა კავშირში როგორ აფასებდნენ ჯერ ქართულ რეგბისაც და ლოკომოტივსაც. და განსხვავებული და ლამაზი თამაშები სულ ყოველთვის იყო, სადაც ლოკომოტივი თამაშობდა. როდესაც რკინიგზა ერს აკავშირებდა, სპორტის მოყვარულმა ადამიანებმა რაგბის მოედანზე განსხვავებული კავშირი იპოვეს. რაგბის კლუბი ლოკომოტივი დაიბადა, რომელმაც თავისი არსებობით საქართველოს კიდევ ერთი საამაყო გუნდი შემატა. 67 წელს ჩამოვიდა ფრანგების ნაკრები, მასწავლებლების ნაკრები და ორი თამაში მქონდა ჩვენ. ერთი იყო თბილისში ლოკომოტივის სტადიონზე, მეორე თამაში ჩატარდა გურჯაანში, გურჯაანის ცენტრალურ სტადიონზე. ეხლა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ის, რომ შევხვედროდით მათ ფრანგებს, საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. მართალია ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ ძალიან საპატიო ანგარიშებით. 67 წელს მეორე ადგილი ავიღეთ ხარკოვში VCSP-ს, ეს დიდი წარმატება იყო. 1976 წლიდან გუნდს სათავეში ჩაუდგა თემურ ბენდიაშვილი. ამ წლიდან მოყოლებული 1982 წლამდე გუნდი წარმატებით მოღვაწეობდა. 76 წელს პირველივე საკავშირო გათამაშების თასის ფინალში გავედით ჩვენ და მოსკოვის გუნდი, სამხედრო აკადემიის გუნდი ვევია ერქვა მაშინ და ხა მოგეხსენებათ, რომ თელს აფრიკაში უნდა რომ პირველი თასი აიღოთ რუსებს და მოსკოველებს და ესეც თბილისში წაგვაგებიდეს ისეთი თამაში გავაგდეს შენი საუკეთესო მოთამაშე გიორგაძე და მოკლედ წავაგეთ დაბალი ანგარიშით, მაგრამ წავაგეთ ფინალი და ფინალისტებად ვართ ახლა. თემურ ბენდიაშვილის დამსახურება შეიცვალა საბჭოთა რეგბი ვითამაშეთ შერკინებით და ხაზზე გატანით. მაგარი გუნდი ვიყავით და ბიჭებიც მაგარ მითორ შეიქმნა კაი კოლექტივი. გავედით თასის ნახევარფინალში, ვეთამაშეთ ვევეას. დიდი ანგარიშით მოვუგეთ საჯიანა 30-12, მერე ფინალი იყო სლავასთან. იმ წელს საჩემპიონო გუნდი ვიყავით, ერთი ქული ჩამოვრჩით ჩემპიონოს ისიც საჯის დახმარებით. ფრეგ ვათამაშა იმაში მოსკოვში ლოკომოტივთან და ჩამოვრჩით ერთი ქულით. იმის შემდეგ დიდხან ვითამაშე. ნათამაშები მაქვს ჩემს შვილთან ერთად საქართველოს პირველობა. საბჭოთა სოლიდარობის ეპოქაში ლოკომოტივი იმაზე მეტი გახდა ვიდრე გუნდი. იმის მიუხედავად, რომ მათი კარიერა ყოველთვის წარმატებული არ იყო, მაინც ახერხებდნენ, რომ მაყურებლისთვის განსხვავებული და ლამაზი თამაში შეეთავაზებინათ. მაშინ და საბჭოთა კავშირში პირველად ჩამოვიდა ავსტრალიის ნაკრები, სიდნეის ნაკრები და 5 სემინარი გამართა იმ კაცმა ლენინგრადში. იქ ვიყავით 5 დღე მე და ეს კაცი ერთმანეთს და ძალიან ბევრი რამეები მითხრა. მაგრამ მაინც ქალი ყავდა თარჯიმანი და ესეთ დაკითხვას ვერ უწყობდი, რასაც მეტყოდა ეგ იყო რა და ბევრი რამე კი გავიგერე, რომ ცოტა სხვანაირად არის რეგბის თამაში, მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე. მეორე წელს ხარკოვში იყო სოცინდუსტრია და იქ ჩამოვიდა რუმინეთის ნაკრების წელი ირემესკო. ძალიან საინტერესო კაცია, როგორი კაცია, ახლა გეტყვით რა. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი რო იყო, ხო არავინ არ ელაპარაკებოდა და ხო არავინ არ ჩადიოდა მაშინ. და სამხრეთ აფრიკას კაიტონის გულისთვის 500 რუმინელი ბავშვი ჩაყავდა 3 თვით სამხრეთ აფრიკაში და მაცხოვრებდნენ, იქ ათამაშებდნენ, ასწავლიდნენ და ყველაფერს უკეთებდნენ. რო გაიგო ეს ამურემესკომ, წავიდა ვითომ მათი პიონერი ხელმძღვანელი იყო, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკაში ძალიან დიდი რეგბის სკოლა. წავიდა იქ და 3 თვე იყო ეს კაცი იქ.
და რო ჩამოვიდა, 1-2 კვირის შემდეგ იყო ხარკოვი და ვიყავით ერთად და 1-5 დღე მელაპარაკებოდა, იმან უფრო ბევრი გამაგებინა. მაშინ კონცეპტუალური განსხვავება რა იყო? რა ყველაფერი ხო არის ფუნდამენტალური და გამოყენებითი რა. ფუნდამენტალური კარგად არ ვიცოდით რა. იმან გვასწავლა ფუნდამენტალური. რა არის ეს ფუნდამენტალური? სულ ყოველთვის საბჭოთა რეგბი იყო გაქცევის რეგბი, უნდა გაქცეულიყავი და მაშინ იყავი ყოჭაყი. და იმ კაცმა გითხრა რა რომ გაქცევა კი არა, ჯერ უნდა ადგილზე დააბა მოწინააღმდეგე, უნდა გააკეთო დარტყმები, როგორც ახლა ზელანდია და ირლანდია თამაშობდა. მერე მარტო გავუშვა ბურთი მერზე იქნებ გაიქცევა რა. რო ჩამოვედი თბილისში, ეს იყო ჩვენთვის ძალიან განსხვავებული თამაში ეს. რომ მოვყევი ჩვენ ბიჭებს თვით. ნუ სულ ყველა ფაქტიურად გამეთახმა და დავიწყეთ ამ რეგბის თამაში რა. და იმის შემდეგ არის რომ ქართული რეგბი აი ცოტა შევცვალეთ ჩვენ და საბჭოთა კავშირის რეგბის ნაირი არა ვართ. და აი ესეთი მომენტი იყო. რამოდენიმე ბიჭი არ დამეთახმა და ყვებოდნენ ქალაქში რომ რეგბი ხო არისო გაქცევის თამაშიო. ბენდიაშვილი დარტყმებს ავარჯიშებსო და უდარებს ავარჯიშებს. იმიტომ რომ იმათთვის კი არა ჩვენთვისაც უცხო იყო ეს თამაში რა. ლოკომოტივის წევრები ყოველთვის თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ისინი ძალიან ბევრჯერ იყვნენ 30 საუკეთესო მოთამაშის რიგებში. ნაკრები რო შედგა 76 წელს ძალიან ბევრი ქართველი მოთამაშე ჭირეთ ლოკომოტივის, ეს იყო გიორგაძე, ლიპარტელიანი, კილასონია, ძალიან ბევრი ვიშა ჯვარიძე, 1-2 წელი მეც ვიყავი ნაკრებში. იყო მომენტი, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 6-7 ლოკომოტიველი თამაშობდა. იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ქართველებმა. საბჭოთა რეგბიში ჯერ ეს ერთი 7-6 კაცი ყავდა ხოლმე სულ ნაკრებში. სულ ბოლო წელს 90 წელს თუმცა არავინ აღარ ვარჯიშობდა კარგად საქართველოში, 3 ბიჭი მაინც ყავდა. ჩვენ ერთი ალხლობით ალბათ 80 მოთამაშე იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაკრებში თამაშობდა. ერთი 100 ბიჭია, რომელიც საფრანგეთში ახლა წასული ზოგი იქ დარჩა სამუდამოდ თვითონ ესე არჩიეს. და ამათაც ძალიან წინ წაგწიეს ყველაფრით. მაინც ფრანგული სკოლა რო ჩამოვიდა და აქ რო თამაშობდნენ ეგ ბიჭები, ჩვენთვის განსხვავება იყო და ყველაფერი ამას ნაბიჯ დაემატა ის მერე 77 წელს ჩამოვიდა ბრიტანეთის ნაკრები იყო თბილისში, იქაც ძალიან ბევრი რამე დავინახეთ ახალგაზრდა ბიჭებმა. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით მაშინ. და მაშინ აი ამ ყველაფერმა ამ 3 წელიწადში შევცვალეთ თამაში და ამან მოიტანა ეს თასი. ამან მოიტანა ასევე ეს პირველი თასის ფინალი თბილისში იყო და 76 წელს წავაგებინა ახლა ჩვენ როცა მეორე და მესამე ადგილი ვაქვს აღებული საბჭოთა კავშირში, სულ ჩემპიონი ვინა ყოფილიყავით. 70-იან წლებში ლოკომოტივი წარმატების სინონიმად იქცა. ის იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც პირველი დიდი წარმატება მოუტანა რესპუბლიკას საბჭოთა კავშირის თასის აღებით. ამას გარდა რკინიგზელებმა საკავშირო ჩემპიონატშიც ივაშკაცეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. რაგბის თამაში დავიწყე 93 წლის გაზაფხულზე, როცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე და მოხვდი ამ პოლიტექნიკურ ინსტიტუტის გუნდში. 2 წლის მერე 95 წელს თემურ ბენდიაშვილმა გამომარჩია ჩემთან ანატოლებში და ამიყვანა ლოკომოტივის რიგებში. 85 წლიდან 93 წლის ჩათვლით თამაშობდი ლოკომოტივის რიგებში. ამ პერიოდში იყო თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში სხვადასხვა ნაკრებების სახით და 99 წელში პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრებშიც. ამ წლებს 85-დან 93-ის ჩათვლით უბედნიერესი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. ჯერ მარტო ვიყავი ახალგაზრდა და დიდი არმია ძმაკაცების, მეგობრების და თავითონ ცხოვრების წესით ამ გუნდში ვისწავლე. უბედნიერეს ვიყავი, რომ რეგბისტი გავხდით. იყო ბევრი გამარჯვებები ჩვენ გზაზე. დამარცხებებიც ყოფილა ხოლმე, მაგრამ ყოველი დამარცხების შემდეგ წავამდგარ ვარ და ესევ გამარჯვებისთვის გვიზრუნია.
1999 წელს საქართველოს ნაკრებმა ზიმბაბვეში პირველი თამაში ჩაატარა. შემდგომ მათი მასპინძელი საქართველო გახდა. საქართველოს ნაკრებმა ამ თამაში გამარჯვება მოიპოვა. 1990 წელს ზიმბაბვეში ჩატარებულ ჩემპიონატზე, რომელიც 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს ნაკრებმა 4 თამაში ჩაატარა, სადაც 3 წარმატებით დაასრულა. 93-ში ჩვენ წავედით, მაგრამ გუნდში დარჩენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გააგრძელეს აღმასვლა და 95 წლიდან გუნდი დადგა ისევ ფეხზე და საქართველოს ჩემპიონია ყველაზე მეტჯერ. საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი. თბილისის ლოკომოტივს სხვადასხვა პერიოდში არაერთი საერთაშორისო მატჩი აქვს ჩატარებული. გუნდი იმაზე მეტ წარმატებას აღწევდა, ვიდრე თავადელოდნენ. ერთ-ერთი მიღწევა მათთვის ინგლისის ტურნირზე თამაში იყო, რომელზეც საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ თბილისის ლოკომოტივმა შეძლო ასპარეზობა. ტურნირზე ლოკომოტივი ინგლისის მე-6 გუნდს შეხვდა. თამაში 28-9 ანგარიშით დასრულდა, ლოკომოტივის სასარგებლოდ. მაშინ ამ შედეგს არავინ ელოდა. ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი ითამაშა 1967 წელს საფრანგეთის ნაკრების საქართველოში ვიზიტმაც. 60-იანი წლებიდან იწყება თბილისის ლოკომოტივის ისტორია. მაგრამ მე წარმოვადგენ თაობას, რომელსაც პირობითად 90-იანი წლების თაობას უწოდებდი, იმიტომ რომ 92-93 წლები იყო, როდესაც ეროვნული ლიგა ჩამოყალიბდა, მანამდე საბჭოთა კავშირის გათამაშებები იყო და ეროვნული ლიგა ჩამოყალიბდა და აი ამ პერიოდში თითქოს ახალი გუნდის დაკომპლექტება იწყება. რა თქმა უნდა, წინა თაობის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელიც გუნდს აძლიერებდნენ, მაგრამ აი ამ პერიოდში დაიწყო ახალი გუნდის დაკომპლექტება, ახალი გუნდის ჩამოყალიბება. ეს თაობა 90-იანი წლების თაობა ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში, ძალიან ძლიერი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული და ძალიან დიდი წარმატებებიც ჰქონდა. 2000 წელი ლოკომოტივისთვის ოქროს ხანის დასაწყისია. ფაქტობრივად ისინი ყოველ წელს ან საქართველოს ჩემპიონები ხდებოდნენ, ან საქართველოს თასს იგებდნენ. 2000-დან 2010 წლამდე ლოკომოტივი საქართველოს ჩემპიონი გახდა 7-ჯერ და 6-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი. დღესაც თბილისის ლოკომოტივი არის თუ ყველაზე არა, მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტიტულოვანი გუნდი ქართულ სარაგბო ისტორიაში. ქვეყანაში 90-იანი წლების მძიმე გავლენა გუნდზეც აისახებოდა. ეს გუნდი რატომ დადგა ესეთი ძლიერი გუნდი? იმიტომ რომ ეს უბრალოდ გუნდი არ იყო. ეს იყო დიდი სამეგობრო, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთგატანაზე იყო შექმნილი. ამიტომ ეს პერიოდია, როდესაც ფინანსური დაინტერესებაც პრინციპში მაშინ არ არსებობდა, როგორც ესეთი არსებითი, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც ზოგადად ქვეყანაში იყო, ბუნებრივია, ეს რაგბზეც აისახებოდა, მაგრამ აი სწორედ ესეთი ურთიერთობა, უდიდესი სიყვარული რაგბის, ერთმანეთის პატივისცემა ყველაფერმა ამამ მოგცა ის, რომ მართლა ძალიან ძლიერი გუნდი დადგა და ამ ლოკომოტივის ისტორიაში მე ვიტყოდი, რომ აი ამ თაობამაც თავისი წვლილი შეიტანა და თავისი სიტყვა თქვა. რკინის ფარდის დაცემისას ლოკომოტივის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ცვლილებების შემდეგ კლუბი ადაპტირდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ლოკომოტივში წამიყვანა თემურამ. 94 წელი იყო თუ არ ვცდები. პირველი სეზონი არ მათამაშა და მაკვირდებოდა და ბოლო ჩემი პირველი თამაში შედგა ლოკომოტივის სტადიონზე, არ ვიცი, ალბათ ზეიმი იყო, დღემდე მახსოვს ის თამაში. გავიმარჯვეთ იმ თამაში და იქიდან დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა, დიდი რაგბის კარიერა, რასაც ქვია ლოკომოტივში და მაშინ იუნიორების ნაკრები იყო 19 წლამდე, ეხლა 20 წლამდელები რო არიან, მაშინ 19 წლამდე იყო სხვანაირი გრაფიკი ჰქონდა ჩემპიონატ, სხვა დროს ტარდებოდა. წელიწადის სხვა დროს იყო და ცოტა გუნდი თამაშობდა. მაშინ ბეჯგუფში თამაშობდით, ანუ ელიტარულ გუნდებს არ ვეთამაშობდით, ხოლმე, მაგრამ ნაკრებში მოვხდი, 2 წელი ვიყავი ნაკრებში და იქიდან ჩამოვედი, მე უკვე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდი და აქედან დაიწყო ჩვენი გუნდის
ლოკომოტივის აღმავლობა. მე ვარ მეხუთე თაობის წარმომადგენელი, რომელსაც მეოთხე თაობასთან სათამაშოები აქვს და მე-6-ესთანაც რა და ყველაზე მეტი ტიტული ლოკომოტივმა ჩვენ დროს მოიგო. ეხლა არ ვტრაბახობ, მაგრამ 8 ჯერ გვაქვს ჩემპიონატი მოგებული და 6 ჯერ გვაქვს საქართველოს თასი აღებული. ანუ რეგალიებით ყველაზე უფრო წარმატებული ჩვენი თაობა იყო. 99 წელს დავიწყე თამაში. სტუდენტი ვიყავი, იმ დროს სტუდენტურ ნაკრებში ვიყავი. შემდეგ უკვე 94 წელს, როდესაც დავამთავრე, უკვე ამირჩიეს აქ ლოკომოტივის კაპიტანად, რაც ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. ამ პერიოდში ძიმე წლები გამოვიარე ჩვენ ძალიან, იმიტომ რომ გარდამავალი პერიოდი იყო. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია ეს ყველა თაობებისთვის. ნაკრებში პირველად 1992 წელს ვითამაშე. შემდგომ უკვე ბოლო თამაში 99 წელს ვითამაშეთ და ამის მერე უკვე ვეღარ მოხვდი მერე შემდეგ უკვე ნაკრებში. ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო, იქ საერთოდ სხვანაირად აღიქვამ შენი ერის სიყვარულს, იმიტომ რომ შენთან ერთად ამ დროს შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ 5 მილიონიანი ერი დგას. შეიძლება საერთოდ წესებიც არ იცოდეს რაგბის. აი მან მოიტანა, რომ დღეს ახალი თაობა იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. და იმდენად წინ წავიდნენ უკვე რომ ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი იყო ასე მოკლე პერიოდში ეს თუ მოხდებოდა. ჩემი თაობა ალბათ უფრო იდეალისტები ვიყავით. აი ჩემი თაობა განსაკუთრებით რა იდეალისტები თუ ჩვენს წინა თაობას ქონდა პირობები, მაშინ აწყობილი იყო ქვეყანა დანგრეული არ იყო, ჩვენ მოგვიწია ეს ომები და ეს აურზაური უბედურება, ძალიან ბევრმა მოთამაშემ დაანება თავი რა აქვს, ზოგი ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ამ უბედურებას და აგრესიას შეეწირა და ვინც დაურჩით ეს ვიყავი ჩვენი 17-18 წლის ბიჭები, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატი არ ჩავშალეთ და ეს ლოკომოტივის ღირსება შევინარჩუნეთ რა და ბოლომდე რავი დღემდე მოვიტანეთ და ახალ თაობას გადავეცით. რაც შეეხება ბენდიაშვილს, ემურის, რა ვიცი, ხა ყველას მოგეხსენებათ რაგბის სამყაროში ერთ-ერთი, რა ვიცი, უდიდესი მწვრთნელი, ერთ-ერთი დამსახურებული, რომელიც თავიდან მოთამაშე მწვრთნელი იყო, საკმაოდ რთული პიროვნება, თუმცა ძალიან ლაღი და მეგობარი რა, დიდი მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი არა მარტო რაგბი გვასწავლა, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც გვასწავლა, განათლებას გვაძლევდა, ხანდახან წიგნებს მივიღებდა და მე იბარებდა ხოლმე. მორაგბემ, რომელმაც წიგნი არის ისო და წიგნი არ აქვს საკითხის დიდ რაგბს ვერ ითამაშებსო და ეს ბავშვობიდან მიგვაჩვია და რა ვიცი ძალიან დიდი განათლება მოგვცა თეორიული კლასგარეშე და რა ვიცი ლიტერატურას გვაკითხებდა ხოლმე და ავიდი მე იბარებდა კითხვებს გვისვამდა რა თავებიდან თუ ვერ ჩააბარებდი მე არ გათამაშებდა რა ესეც იყო და საკმაოდ გამოგვაკეთა ცხოვრებაში რა ვიცი და მადლობელი ვარ ამისთვის. ლოკომოტივის მოთამაშეებისთვის საზღვრები არ არსებობდა. მათი უმეტესობა ძირითადად საფრანგეთში მოღვაწეობდა. მოვიდა ის პერიოდი, როცა ჩვენ ქვეყანას ეწივა დამოუკიდებლობა და გავხდით დამოუკიდებლობა და გამოვეყავით. საბჭოთა კავშირის იმ ჩემპიონატზე აღარ თამაშობდით და დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი. გასაკვირველია ცოტა ხანი დაეცა დონე, იმიტომ რომ ისეთი ვარჯიშები და ისეთი მონდომება არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა მერე რაც საქართველოს შევიდა ევროპის გაერთიანებაში, რაღაც რეგბის გაერთიანებაში, იმის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს სიარული წასვლა საფრანგეთში და ეს ძალიან დიდი სტიმული იყო საერთაშორისო მაშინ და იყო მომენტი, როდესაც არა ლოკომოტიველი, არამედ ქართველი ბიჭები 70 კაცი იყო წასული საფრანგეთში სათამაშოდ. ნუ ჩვენი გუნდებიდან ძალიან ბევრი იყვნენ იქ, რასაკვირველია სათამაშო წასულები და მერე ნაკრებსაც დიდი დიდება მოუტანეს ამ ხალხმა და ყოჩაღი ბიჭები გახდნენ საფრანგეთშიც კარგ დონეზე თამაშობდნენ. ჩემი ურთიერთობა დაიწყო რაგბთან 1998 წელს, მაშინ საერთოდ ეს სპორტი არც ვიცოდი, არც ბურთი მქონდა ნანახი. ჩემი მეგობრებს, ჩემს ძმას გავყვები ვარჯიში და პირველივე ვარჯიშიდან შემორჩი რაგბს. რაც შეეხება ლოკომოტივს, ლოკომოტივს შემოვერთდი 2009 წელს. მაშინაც საქართველოს ჩემპიონები იყვნენ, ბევრი გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშე თამაშობდა ამ კლუბში და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ გუნდში თავი დამემკვიდრებიდი. რაც შეეხება ჩემ კაპიტნობის პერიოდს, ჩემი კაპიტნობა ცოტა უცნაური არის. 2018 წელს, როცა ჩვენ გავხდით საქართველოს ჩემპიონები, მაშინ მე ვიყავი კაპიტანი და სამწუხაროდ 2022 წელს, როცა კლუბმა დატოვა უმაღლესი ლიგას, მაშინაც მე ვიყავი კაპიტანი და
მარტო სპორტი არ არის რა, პიროვნულ განვითარებაზე ძალიან დიდი ისტორია აქვს და ძალიან ბევრი დიდებული ადამიანი თამაშობდა და რავი, ჩემთვის ახლა მე უკვე კარიერის ბოლოსკენ ვარ, მალე დავამთავრებ რა და ანუ ყოველ დღეს რო ვიხსენებ და უკვე თითქოს ნოსტალგიებიც წამოვიდა ნენელა აი ამ საოცარ წლებს რო დავემშვიდობები როგორც მორაგბე. თანდათან დგებოდა პერიოდი, როდესაც ქართული რაგბი ევროპის პირველობაში უნდა ჩართულიყო. ლოკომოტივი იყო პირველი გუნდი, რომელიც ჩელენჯ კაპის პირველობაზე უნდა გასულიყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ყველაზე საინტერესო თან აი ამ წლების განმავლობაში ხა ჩემი კაპიტნობის პერიოდში ის იყო, როცა ჩვენ 2019 წელს წავედით იტალიაში ჩელენჯ კაპის საგზურის მოსაპოვებლად. ზუსტად მახსოვს შაბათს თამაში უნდა ქონოდა და ხუთშაბათს აქ ვიყავით დილას. კიდე გაურკვეველი იყო ჩვენი წასვლის ამბავი, ანუ წავიდოდი თუ ვერ წავიდოდი და ისევ აი ბენდიაშვილის ვაჟკაცობით, ბატონი თემურის ვაჟკაცობით გადაწყვიტა რომ რაც უნდა მოხდეს, რომ მაინც უნდა წავიდეთ და ვცადოთ და ნუ ძალიან ცოტა დაგვაგდა ფაქტიურად ძალიან დიდ ისტორიას დავწერდით, იმიტომ რომ ესე ცარიელი ხელებით რომ ჩელენჯ კაპზე მოხდა ესეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ქართული კლუბი ალბათ ჯერ არ ყოფილა ესეთი ისტორია. 21 საუკუნეში ლოკომოტივი დროთა განმავლობაში განვითარდა. კლუბმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის საერთაშორისო ასპარეზზე აღზევებაში. ძალიან კარგი ბიჭები ყავს ახალგაზრდებიც. უკვე 3 წელიწადია ძალიან ბევრს ვცვლით ბიჭებს რა. 10, 12, 13 კაცი მიდის ყოველ წელს გუნდიდან მოყავს ახალი ბიჭები. წელსაც ახლა ახალგაზრდა ბიჭები ყავს, რომლებიც ძალიან დიდი შემართებით ვარჯიშობენ, ძალიან მომწონენ თუ შევინახჩუნეთ ეს ბიჭები, კიდე ანგარის გასაწევ ძალად ვიქნებით. ისე ჩვენი გუნდი სატრაბახოც არის, რასაკვირველია ეგრევე. ყველაზე მეჯერ საქართველოს ჩემპიონი, 13-ჯერ ჩვენ ვართ, ასის მფლობელებიც, ყველაზე ტიტულოვანი და ტრადიციული გუნდი, რომც არა ვთქვა, ეხლა თბილისის ლოკომოტივია. ლოკომოტივი უბრალოდ კლუბი არ არის. ეს არის საზოგადოება. გამარჯვებების მიღმა კლუბმა დანერგა ღირებულებები, გააძლიერა ოცნებები და წარუშლელი კვალი დატოვა მათ გულებში, ვინც ტრიბუნებიდან გუნდის წევრებს ამხნევებდა. ლოკომოტივის გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა მინდა, რომ თვითონ რკინიგზა საქართველოს რკინიგზა უშუალოდ იყო ჩაბმული ამ საქმეში. დღეს თუ არსებობს ეს გუნდი, ჩვენი თემური მოგეხსენებათ, ამდენი წელიწადია უცვლელი ხელმძღვანელი გუნდის წვრთნელი მთავარი, მაგრამ რო არ ყოფილიყო ეს რკინიგზის დღევანდელ დღემდე ასეთი პატრიოტული დამოკიდებულება თავისი გუნდის მიმართ და რაგბის მიმართ, ალბათ შორს ვერ წავიდოდით. რკინიგზის სამმართველოს ყველა ხელმძღვანელი ვინც აიყო ძალიან დიდ ზრუნველობას იჩენენ ჩვენი გუნდის მიმართ და დღესაც ესე გრძელდება. ეს დახმარება არ არის მარტო ფინანსური და ეს არის უფრო მეტად არა, მაგრამ არის კიდე მეგობრული, მორალური, რომელსაც ჩვენს უგრძნობთ. საქართველოში და თბილისში ბევრი ბაზები აშენდა ძალიან და ძალიან დიდი მადლობელები ვართ ჩვენ ყველა იმ პიროვნების და არც დაგვავიწყდება ის სიკეთე, რომელიც ქართულ რეგბის გაუკეთა. და ძალიან ბევრი კარგი სტადიონი აშენდა, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენთან რაღაც მოხდა ისე, რომ ჩვენი სტადიონი გაფუჭდა. 5 წელია სტადიონი არ ქონოდა ვარჯიშობთ პატარა მოედანზე. მიუხედავად ამისა, ყველა ასაკის ბავშვთა გუნდი ყავს, დაახლოებით 200 ბავშვი ყავს. ყავს კიდე ქალთა გუნდი, რომელიც ბევრი არ არის. თბილისში ეხლა რაღაც გაჭირება ქონია, უნდა დავეხმაროთ კიდე რაღაცით და ამას გარდა ეხლა გაგვიკეთეს სტადიონი. ახალმა ხელმძღვანელობამ კავშირის ითავა ეს და უფრო გავაუმჯობესებთ, მეტი გვეყოლება ბავშვებიც. ეხლა გვინდა რომ ბავშვთა სკოლა გავაკეთოთ, ისე როგორც სხვა კლუბში გაკეთდა აკადემია, ისე ჩვენც გვინდა აკადემია გავაკეთოთ, ყველა ბავშვები მივიღოთ, ყველა პირობა გვაქვს.
აი ყველა პირობა გვაქვს, ეხლა სასტუმრო არის აშენებული 52 კაცზე, ძალოსნობის დარბაზია, ბასეინია, ყველაფერი პირობა გვაქვს, ეხლა ჩვენ რომ ვიმუშაოთ. ყველა ასაკობრივი გუნდი ყავს, ალიგა, ბელიგა, საფესტივალო ასაკები, ანუ ყველა ფესტივალზე თუ ასაკობრივ ჩემპიონატებში ვღებულობთ მონაწილეობას. გაგვიკეთა დიდი მოედანი, სადაც მალე გადავალთ და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გუნდის წარმატებაზეც აისახება. დიდ მოედანზე ბავშვები არ არიან მიჩვეულები, იმიტომ რომ მოედანი გვჭირდება უფრო დიდი და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაც გამოსწორდება და უფრო მეტ ბავშვს ველოდებით ჩვენ კლუბში. ჩვენთან კონკრეტულად ჩვენ გუნდში ალიგაში თამაშობენ 19 წლამდე ბავშვები. 2005-2006 წელს დაბადებული მოზარდები. ეს ასაკი არის ბოლო პერიოდი, სადაც თამაშობენ ჭაბუკები ერთად. 19 წლამდე გუნდის შემდეგ უკვე გადაინაცვლებენ კაცთა ლიგაში, სადაც ივარჯიშებენ დიდ ლოკომოტივთან ერთად. გუნდის წევრები იხსენებენ იმ მოვლენებს, რომლებიც ზუსტად 45 წლის წინ განვითარდა. 45 წელს აღნიშნავთ თასის მოპოვების და ერთმანეთს რომ შევხვდეთ მოვეფეროთ და გვინდა რომ დიდხან ვიყოთ ესე სამსიყვარულოში რაც მოგზდებს და მაგალითი ვიყოთ ახალგაზრდებისთვის ვინც ჩვენთან ერთად დღეს იქნება 45 წლის წინ მოხდა ხო ეს თასის პირველი მოპოვება უდიდესი დამსახურება არის ჩვენი თემო ბენდიაშვილის და როგორც შემდგომშიც ფაქტიურად რაც თემომ გააკეთა ლოკომოტივისთვის ამდენი არავის არ გაუკეთებია და დღესაც არის მამა ამ გუნდის და პიროვნება რომელსაც მხოლოდ ტაში შეიძლება დაუკრა დღევანდელი დღე არის საიუბილეო ლოკომოტივისთვის 78 წელს როდესაც მე დავიბადე გუნდმა მოიპოვა ტიტული საქართველოს საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა და ძალიან დიდი ისეთი აღსანიშნავი თარიღია და მაგის აღსანიშნავად შევიკრიბეთ თითქმის ყველა თაობის წარმომადგენლები რა პირველი თაობა რაც ერთი ოჯახი ვითვათ ჩვენ ლოკომოტივ ყველა თაობის წარმომადგენელი ერთმანეთს იცნობს ყველა ერთმანეთთან მეგობრობთ ნათლი მირონები ვარ და ყველა ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს და ალბათ ერთი 100-კაცზე მეტი შევიკრიბები და მე აქედან წავალთ აღნიშნავთ ამ საიუბილეო თარიღს. მე დღეს ძალიან მიხარია, რომ მართლა მოვახერხეთ, აი თითქმის მთელი თაობა არის ლოკომოტივის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, აი დღევანდელ დღემდე მთელი თაობა არის აქ წარმოდგენილი და აი ეს აქაურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პერიოდულად შევიკრიბოთ. ეს თბილისის ლოკომოტივი, ეს უბრალოდ გუნდი არ არის, ეს არის ძალიან დიდი ოჯახი, ძალიან დიდი თემი და ძალიან დიდი სამეგობრო. რა დროც არ უნდა გავიდეს, რაგბის კლუბი ლოკომოტივი რჩება საქართველოს სპორტული სულისკვეთების სიმბოლოდ. ქართულ რეგბის სულა აქ აღმავლობა რა, მაგრამ ჩვენ სულ უფრო მეტი გვინდა და მეტი გვინდა, იმიტომ რომ მინდა რომ ვიყოთ იმ საუკეთესო გუნდებში, მაგრამ რა საკვირველია, ეს ის არ არის, რაც შეგვიძლია და სულ ყოველთვის მოწაფის როლში ვართ და სულ მინდა რომ უკეთესი გავაკეთოთ და შეგვიძლია კიდევაც და კმაყოფილი ჩვენ არ ვართ, მაგრამ რაღაცეები ახლა შედარებით რაღაცეები ჩვენც გვაქვს. იმედით კი უყურებთ მომავალს. ჩვენი შრომით და მუშაობით. მოგზაურობა გრძელდება წარსულის გამოძახილებითა და მომავლის დაპირებებით, სადაც წითელი და ლურჯი მაისურები ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვიან.